ჩემო სიხარულო, ჩემო ბრილიანტი თვალება, სულაზებს რეალებში, Baby, you know I just like to talk with you. You don't have to tell me anything that's new. I just wanna go out on a walk with you. Bonjour. მე ვარ სოფი, 23 წლის სტუდენტი საქართველოდან და უკვე მეორე წელია, რაც პარიზში ვცხოვრობ, ვსწავლობ, ვმუშაობ და გიყვებით ჩემს ყველაზე ფრანგულ ცხოვრებაზე. მითხრა როგორ გამიზარდა. თუ გაინტერესებთ, აუცილებლად დარჩით ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, გამომიწერეთ და ძალიან თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და მითხრათ, იმიტომ რომ ესეთი კომენტარები ძალიან მახარებს და მე მთელი დღე ბედნიერი ვარ, ამიტომ არ დაგეზაროთ. როგორი ბავშვი ვიყავი? ემოციური ბავშვი ვიყავი. მაგრამ ემოციებს არა ჩენდი არასდროს. მე ვიცოდი როდის გწენდა, როდის გშიოდა, როდის გწყუროდა, მაგრამ ერთ პერიოდი იყავი ბუტია. აი თუ რაღაცაზე უარს პერიოდი ყველასა გაიჯახუნებდი კარს და წახვიდოდი შენს ოთახში. და ერთხელ ესე გავიჯახუნე და გადაწყვიტე რომ არ გავიდოდი სამზარეულოში. მანამდე სანამ შენ არ შემოხვიდოდი და არ დამელაპარაკებოდი და არ გავიყვანდი, იმიტომ რომ ესე იყო. ხო, შეწყებოდა შერიგების პოლიტიკა. მეც გადაწყვიტე რომ გადაწყვიტე თუ მართლა დაგავიწყდა. არა, მეც გადაწყვიტე რომ ბუტიაობას უნდა მოიღოს ბოლო. მთელი დღე ვიშიმშილე ბოლოს ეტყვის გავიდი მე თახიდან რომ გამოხვედი, მივხვდი რომ გავიმარჯვე. მას შემდეგ კარების ჯახული აღარ თავი ჩემო საკში მე გამეჩინე 24 წელი. კარგად გახსოვს? ესე დღეები გახსოვს? მე მინდა რომ დღეები მახსოვდეს და მაგით ვაკეთებ ამ ვიდეოებს, რომ მე გავიცი. იცი როგორ მახსოვს? თითქოს ძალიან მალე გავიდა. მე რომ დავფიქრდები, იმდენი რამ მოხდა, იმდენი რაღაც მახსენდება, რომ არა ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ერთი მოხედვით მაინც ძალიან მალე გავიდა და სულ ახლა უყურებ დედაჩემს. რა მალე მოვიდა ის დრო, როცა დედაჩემი იყო ბებია. ხო. და ახლა უკვე მე ვარ ბებია და რა მალე მოვა ის პერიოდი, როცა მე ვიქნები დიდი ბებია. ხო. ბებია იქნება, მაგ იქნება ბებია. ვინ მაგ სოფი იქნება ბებია. ხო, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპი ძალიან საინტერესოა. საყვარელია. ის მოყევი, ჩემზე რო დაწერე, მამა ჩემი ასაკიანი არის. როდის დაწერე? ქართულში რო დაწერე, მშობლებზე. დედაო ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი დედა მყავსო. მამა ჩემიო მართალია ასაკში არის, მაგრამ სიმპათიური არისო. კარგად გამოიყურება. ხო, მამა ჩემი არის დედაჩემზე უფროსი 16 წელი, ხო? 14 წელი. პირიქით მაგას იმიტომ ვუსვამდი ხას, რომ ცოტა ხნიერი იყავი ნატოსა შედარებით, რომ ეთქვათ, რომ ვაიმე ვაფშე, იმიტომ რომ მაგ რეაქციაზე ვგიჟდებოდი სულ. ყველაზე მეტად თქვენ ცხოვრებაში რომელ წელს გამოარჩევდით? აი, ყველაზე კარგი წელი რომელი იყო? ვერ ვიტყვი როდიგო მასე, იმიტომ რომ ყველა წელს თავისი დატვირთვა. აი, ზუსტად გზაში ვლაპარაკობდით მე და მამუკამ. ეხლა მართლა ესეთი ვარდისფერი ყოველთვის არ იყო, ჩვენი ცხოვრება იყო სირთულე, მაგრამ ყველა წელი მიყვარს. ყველა ის სირთულე მიყვარს, იმიტომ რომ ყველა იმ სირთულემ გვაქცია იმად, რაც ვართ დღეს. და ვიცით ყველაფრის ფასი. სიყვარული რაც არის, ის არ განელებული რა. აი, მოყვება და იმიტომ მაგრამ მერწყო. ესეთი სიყვარული რო გვაგდა, როცა სიყვარულით არის ოჯახში. სიყვარული არის ოჯახში. ბავშვები სიყვარულით იზრდებიან, ხო, მაგაზე ბედნიერება არ არსებობს.
საერთაშორისო შორის წელს ხდება ჩემის და მამიჩემის ქორწინების 30 წელი. მეც მინდა ეგეთ სიყვარული რომ 30 წლის მერეც თანახმა იყო თანახმოვი იქნები რა გავყვები. და გილოცა თქვენი სოფის დაბადების დღეს. ო, გილოცა. უბრალოდ ღმერთმა თქვენი. თუ ვინმეს არ აკრავს დალაიქებული აუცილებლად დედა მომწოხარ. მე მენეჯერად აგიყვანდით. მამკა ერთი წუთი შენ მიშლი მე ხელს. მე უნდა დავიჭირო ეს. მე აქ უნდა დავდგე. ეს უნდა დაუჭირო ასე ვა. რა უნდა დაუჭირო იყოს ისე. აბა მე რანაირად გადავიღო შენ თუ დავდგები. ხო უნდა შევაბერილო, ჩავაგრებინო. აბა მე სად დავდგე. აი ასე. აქედან არ ჩანს გავარ. მე არ მინდა კაცო შენ ასე მივარ რა. სანთლების ჩაქრობამდე ერთი წამით ადრე არის ის მომენტი, როცა ყველაფერი გამიწყდება და უბრალოდ ვფიქრობ იმაზე, აი ახლა რა გინდა ყველაზე მეტად. მანამდე კარგად ვიფიქრო ჩემს გეგმებზე, სანთლების ჩაქრობამდე ყველაფერი მავიწყდება და მარტო ანათებს ის ერთი რაღაც, რაც ყველაზე მეტად მინდა. და ამ სურვილს რაღაცაირად ძალიან ისე თავდაჯერებულად უშვებს სამყაროში იმედით, რომ აუცილებლად აგიხდება. იმიტომ რომ შენი დაბადების დღე და შენი ტორტის სანთლები იყო და სხვა გზა არ არის. ჩავიფიქრე მთელი გულით და სულით ჩემი ერთი სურვილი და ვნახოთ აბა როგორ ამხდება. Au 4, level 4, terrazzo. უმეზესი ადგილია მარცხლა შოქში ვარ. უკან არის La Défense, კიდევ ერთი უბანი, რომელიც საერთოდ არაპარიზულია და ძალიან ლამაზია ეგეც. მე მან ვიყავი კონცერტზე ჩემ მეგობართან ერთად. ესე გადმოდგენა. ეს შენობა არის აშენებული ძალიან ცნობილი და ძლიერი არქიტექტორის მიერ და გათვლილი არის იმაზე, რომ უდიდეს ქარს გაუწყოს. ამიტომაც გარედან ძალიან უცნაურად არის ნაგები, ნახეთ. აი იგი ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩემს ერთ-ერთ საყვარელ რესტორან ანდიაში და შევკვეთეთ კერძები, რომელიც უნდა დავაგემოთ ხოდე. ყველა მეუბნება რომ გავხარ მამასო. აბა რამდენად გავარ? შენ უფრო ლამაზ. და მაუჩენ პატრონში მეუბნება და სულ მე გავხარ თმებში. გახსოვს როგორ არ მიყარ. ხაჯერ ჩემო პრობლემა არიციან, არც ინგლისური, არც ფრანგული, მაგრამ დღესაც უჩემოდ ძალიან კარგად გაართვეს თავი მაღაზიაში. და თურქული როდის ისწავლე და ჩემი ის რომ ამოიწურება ჩემი ინგლისურის, მაგრამ I don't understand you. Sorry. French? No. English? No. Espanol? No, I'm Georgian. ისე დამაჯერებლად უთხარი რომ კითხვა აღარ დავუსვას. ჩემი ინგლისურით იმდენი გავარკვია რომ ის რაც ჩვენ გვაინტერესებდა 3 საათზე იწყებოდა და დაჟე ახსარება ჩავაბარეთ. პადრეს ახსარება ჩავაბარეთ. დავში ხელი ირთხა პადრე. ასეთი ინგლისური ჯერ არ მომისმენი. მართალია ამბობენ რომ რიცხვებს არ უნდა შევხედოთ და მხოლოდ ციფრებია არაფერს არ ამბობენ, მაგრამ ჩემი აზრით ხანდახან ჩვენი ზრდა რომ დავინახოთ ზუსტად რიცხვებსაც უნდა შევხედოთ. იმიტომ რომ 6 თვის წინ ვიდეოებს YouTube-ზე როცა ვიწერდი 250 გამომწერისთვის და დღეს ტელეფონს ვსკროლობდი და შევამოწმე YouTube-ი უკვე 1000 გამომწერი ყავს. სულ 9 წლის რო ვიყავი, სანამ დავიძინებდი, სულ ფიქრობდი და ჩემ თავს ვახსენებდი, რომ
ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ეზოში ჩასვლა აღარ მოგინდება თქო. ეხლა რო ვფიქრობ, მართლა ძალიან მალე მოვიდა. აი, ძალიან მალე მოვიდა ეგ დრო და ალბათ კიდევ ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ნაუჭები გამიჩნდება, როცა ეს ენერგია აღარ მექნება. ხო და მინდა რომ 24 წელი როგორ ვცდილობდი რომ ყველა წამი ცხოვრების შემეგრძნო და ყველა მომენტით მეცხოვრა. დარჩენილი ბევრი წელიც ეგრე გავატარო და ყველა წამი ვიგრძნო. და დარჩენილი ენერგია მოვახმაროთ ჩვენს ტორტის სანთლების, სურვილების ასრულებას. მინდა რომ თქვენც ეგრე იყოთ და მინდა რომ ეს ენერგია რაღაცნაირად გამოგიგზავნოთ აქედან. მოვედით, ეხლა უნდა გავაწყოთ ყველაფერი და მოვამზადოთ სეტი. Pani secretaris, ta მაგრამ მე დავეღოდები ალბათ ლანჩს რომელიც არის პირველზე და პირველზე. Chef de projet, chef de groupe, désolé madame. T'as montré les photos? Regarde ce qu'on va faire. Oui. Là on s'occupe de la scène du petit déjeuner. Après ça sera... Après on sera dehors. On a de la chance qu'il fait beau en plus. Et après on a des vidéos. Ça c'est les vidéos que tu vas tourner. Oui, c'est moi. ესე იგი სამი სეტი გადავიღეთ და ეხლა ვეღარ. Non, tu le mets que ça. Sophie, sur quoi j'ai besoin de toi? Sur ça, mais on fait pas Ouais, encore. non, ça on attend. Alors est-ce qu'on se mettrait pas un peu plus large? Moi je mets peut-être un peu plus haut. Un peu plus haut, tu veux que je monte le pied? გადაღების მეოთხე საათი წება ხრის ნახევრიდან ალბათ ნახევარზეც არ ვარ ჯერ მისულები ოპერა ძალიან კარგად მიდის. Tu vas être sur YouTube. Ouais. Moi j'ai presque 1000 subscribers. Ah ouais? Ouais. Salut la compagnie, bienvenue sur ma chaîne. Justement à la lumière. D'ailleurs si on peut essayer. Fais voir le t-shirt. Magnifique. Waouh. C'est moi qui a dessiné ça. Ah ouais? Oui. Alors, cheers to champagne quoi. Tu manges avec lui? Il est vivant. Bah parce que I want you to try first. Ah oui. Je pense avec le pain il te dit better là. So French. Les gens qui sont gars et tout. C'est un carioca. ავედით ახლა შემდეგ ლოკაციებზე. Pourquoi elle s'appelle? ძირთადად გარეთ უნდა გადავიღოთ. ო, იდით და ახლა იწყება გარე გადაღებები. პარკში უნდა ვიყოთ მომდევნო 4 საათი სულმცირე და უნდა გადავიღოთ ძალიან მაგარი ვიდეოები და ფოტოები. მე ძალიან მოწონს კრეატიულ დირექტორად ყოფნა, ესე დავდივარ ან უფრო დავრბივარ. და ყველაფერს ვამოწმობ რა იქ ფოტოგრაფი რამდენად სწორად იღებს ვიდეო ისე ყველა მე მეკითხავ რა სოფია ეს ძალიან მომწონს რაღაცნაირად შენ ხედავს რომ უსმენენ და ხვდები რომ ჩემი სიტყვა ძალიან ჭრის რა. ეხლა არის 6:30, ან 9:30-დან დავიწყეთ გადაღება. აი სადღაც შუა დღისკენ დავიღალე, ან ვიგრძენი რომ დავიღალე.
და მე უკვე ისე მოვიხოდე, რომ ეხა თავიდან შემოვსვა ენერგია და კიდე ამდენი ხანი ალბათ თავიდან რომ გამატარო, ძალიან პრობლემად გავწლებდი. დავასრულეთ. მე არ მჯერა ისეთი გრძელი დღე იყო, მე მგონია რომ რაღაც გუშინ დაიწყო და 2 დღე გრძელდება. ეხა მივხვდი, რასაც ამბობდა ჩემი კრეატიული დირექტორი, რომ გადაღებაზე მაგარი პროცესი არ არის. ერთად სხვანაირია, ეხლა რაღაცნაირად ძალიან შევიგრძენი ეს კომპანია, ბრენდი და რაღაცნაირად ძალიან შევედი რა მაგათ კომუნიკაციაში. ხოდა რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის ფურთხება? ეს არის ლამა. ქაშმირის უტრები როგორ. ქაშმირი. ამას პარსა. ჩემი ქაშმირი. მოდის კარგი სვიტრი. ჩემი გაუშვი. ორი ესენი გაუშვი. სუნი არის სასწაული.